დამეწყო გამოხატული, არ ვიცი ამას რა დავარქვა შეშუპება. შემდეგ უფრო და უფრო გამწვალდა, უფრო და უფრო მძიმე გამოხატულება ქონდა. ექიმმა მითხრა, რომ გამომწვევი შესაძლოა ყოფილიყო ორგანიზმში მოხვედრილი რაღაც ნივთიერება, რომელსაც განგრძობითი ხასიათის ეფექტი ჰქონდა რა, თუმცა მაშინაც არ გვიეჭვია, რომ ეს იყო რაღაც აქციებთან დაკავშირებული. მერე უკვე როცა გამჟღავნდა BBC-ის დოკუმენტურის მიერ, რომ რაღაც ქიმიური ნაერთი გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ, მერე ეს მოვლენები გადაეჭვა ერთმანეთს და უბრალოდ ეჭვის დონეზე ვფიქრობ, რომ ეს იყო მაგისგან გამოწვეული. ეს რომ გამოვიარე, ვითხოვ სიმართლის დადგენას, რომ უბრალოდ გვითხრან, თუ არ იყო ეს ქიმიურად მომწამლელი ნივთიერება რა გამოიყენეს, რომ უბრალოდ ვიცოდე და ამ მიმართულებით მაინც ვაკონტროლო საკუთარი ორგანიზმი და საკუთარი ჯანმრთელობა. ყველა დემონსტრაციაში მიმიღია მონაწილეობა, ყოველთვის წინახაზე ვიდექი და ყველა გაზი მაქვს ნასუნთქი და ყველა ჭავლი მაქვს მოხვედრილი, მაგრამ შარშანდელი იყო აბსოლუტურად განსხვავებული, რადგან წვავდა რამე თუ გიჩანდა, ანუ ხელები, რადგან იყო ზამთარი და სახის მიდამოები, მქონდა აბსოლუტურად წითელი, როგორც კი მომხვდა წყლის ჭავლი, სახე, ხელები შიგნით გეწოდა, არა მხოლოდ ზედაპირზე, ანუ ღრმად იყო ეს წვა და ქავილის საშინელი შეგრძნება, რომელიც დღემდე გრძელდება. აჭიანურებენ დროს მთელი ამ ხნის განმავლობაში მივეჩვიეთ ქართული ოცნების მიერ მოქმედებებს. ალბათ ეხლა ეცდება, რომ რაღაცა უფრო სხვით გადაფაროს ეს პროცესი. ქონდა გაუსაძლისი ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ცხვირიდან სისხლდენა და დრო და დრო ახლაც მაქვს ხოლმე ამ ზაფხულს უკვე მივმართა ექიმს და აღმოჩნდა, რომ საყლაპავი მილზე თიაქარი მაქვს, რაც გამოწვეული არის სავარაუდოდ მოწამვლის შედეგად. გამოძიება არ ვიცი სად მივა და როგორ მივა, თუმცა BBC-მ დადო ის დასკვნა, რაც საშუალება მოგცა ყველა ადამიანს, ვისაც სხვადასხვა სიმპტომები გვაწუხებდა და ვერ ვიგებდით საიდან მომდინარეობდა და ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება ახლა და თავის დაავადებებს, რაც მაშინ მიიღო, უკავშირებს ზუსტად იმ დარბევას.